ბაღისთვის გაემზადე? ხოდა მაშინ შემიძლია გითხრა რომ დღეს ბაღში არ მივდივართ. რატო? იმიტომ რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველაფერზე მე გიპასუხებ კი. მოდი ახლა გავიმშავოთ, ვეყოფა, ხო? ვეყოფა! რაც გინდა, ყველაფერს გავაკეთებ. მე თამართან ვიდეწასო. ეგეც გავაკეთოთ, მაგრამ ეხა ჯერ ხო დასაწყისია ყველაფერს. ამიტომ თუ ბაღში არ მივდივარ, ეხა უნდა ვჭამოთ რამე. რა გაიგეთო, მითხარი საჭმელი და გაიგეთე. ხელა შეძმეტი ყველაფერს. ფაფა მე მგონი გვაქვს, არ გვაქვს. საბავშვო ფაფა გვაქვს. აბა მანახე, სად არის საბავშვო ფაფა და გაგიკეთეთ მაგ. აი, ცუდნია კირას. კარგი, მოდი გავაკეთოთ ეხა ფაფა და შემდეგ გავიდეთ და შეგვიძლია გარეთაც ვისაუზმოთ. ეს რა არის? ყურძნის საბავშვო ფაფა. გახსოვს ეგ როგორ უნდა გააკეთო? ესეც ზე. გავიხსენებ რა პრობლემაა. პაკეტის შიგთავს დაასხით, ერთი ჭიქა მდუღარე წყალი ან რძე, საგულდაგულოდ მოურიეთ, დატოვეთ 3-5 წუთი და მზად არის. ქისმისი კიდე მოიკორა რა. ქისმისები საერთოდ არ მიყავს. კარგი, ამას მე რა ვქნა? ჭამის მე საწავიდეთ. გასატოვ გასართობ ცენტრში წავიდეთ? მე მგონი ამდილა ადრიან ჩვენს გარდა არავინ არ იქნება გასართობ ცენტრში მეგობრებო, მაგრამ რა კი რა მბზანა უნდა წავიდეთ. აი გარე, წავედით. შენი სუნამო, გაიცა. აი აგერ. მედი შეისხი და წავედით. რა კაი სუნია გოგოს რა კარგი წავ. მიბზანე. მაგო, თიანი ცვალე. გადაშორის მეგობრებო, სრულიად დაუგეგმავად ეს დღე, როცა მე და კირა ვიღებთ ამ ვიდეოს, დაემთხვა ბავშვების დღე, 1 ივნისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც ძალიან მოწყობილი იქნება აქაურობა. ნახეთ, როგორი საბავშვო ამინდიაო, რა იტყვიან ეგ არის? საბავშვო ამინდი არის თოვლი. აბა ვინამდე ჩააგდებს? ხოჩავ. სათხარ, ვინ მოიგებს? რა დრო მოვიდა ხალხო, რა დრო მოვიდა. 4 წლის შვილი მყავს. ამ ხელა გოგო მყავს და თავის შუაზე მარტავს უკვე 20 წელს. გოგოს მამობა ოქროს ფარამია, ვისაც ბიჭები ყავთ ალბათ ვერ მიხვდებით. აი ესეთი პრინცესა და სინათლე რო ყავს, საერთოდ სხვანაირად განგაწყობს ადამიანს და კაცს და მას შემდეგაც კირა ყავს. ყოველთვის ისე ვარო, აი სხვა ადამიანებს, ბიჭებს, კაცებს რო ხედავ, ვისაც გოგო ყავს და ვისაც შემხელა შვილი ყავს, ესე მგონია რომ ჩემიანია რა და ესე მგონია რომ საერთოდ სხვანაირად გესმის ერთმანეთის ხოლმე ყოველთვის. 3, 2, 1, წამო. ნუ გადამაგდო. აჩა! გავიდა. მაგერა გავერთა. რა ტექნოლოგიები მოვიდა მეგობრებო, ნახეთ რა, ჩვენ დროს სად იყო ეს? ჩვენ დროს იყო რავი, ჯოხი, მიწისძხრა, წეში ბურთი, ვისი სული ქსურს და ხოცავდით ერთმანეთს და ესენი აგერ დაყის კამერას ტრეკავს ბატონზე ხტომა ისედაც ხო გასართობია ბატონი ჩემ ბავშვობაში არ ვიცოდა საერთოდ. მე კიდე ყურებში გადის და მთელი ამბები და აგერ 4 წლის ბავშვი ახლა გასწავლის მალე ყველაფერს. არ ვიცი მთელი დღე როგორ უნდა ვიყოთ დღეს, მაგრამ სრულიად გავიწურეთ ოფისგან, ძალიან გავერთეთ და ამასობაში 2:30 მოვიდა, აი ძალიან დიდი ხანია უკვე აქ ვარ, მაგრამ რამდენიმე წუთში მე მგონი კი რაც ამყობა და დავიძრებით გავალთ ნელ-ნელა და გადავალთ შემდეგ სურვილზე. ალიმინდა, მეგობრებო. კაცო დავლებთ მე რა ვქნათ? ეხლა ნაყინის სურვილს უნდა შეისრულოს. ოკეი, სხვა რა გზა. რა გემრიელია. ეხლა რა ვქნა? დავისვენოთ. მე მაწყობს, მა. კაი, მაშინ თუ უნდა დავისვენოთ, წამო დედიკოს გავუვაროთ ოფისში. კაი? აბა? წავ. კირას ბრძანებით და კირას შიდა წესებით, თურმე ჯერ ნაყინი უნდა ვჭამოთ, მერე საჭმელი. ასე რომ ეხლა შევუკეთეთ მაკდონალდში ნაგეტსი. მე და კირას ძალიან გვიყვარს. ნაგეტსი რისი соуსი? ბარბეკიუ. მე ბარბეკიუ შემიყვარს. ბარბეკიუ соус. უყვარს გოგოს ბარბეკიუ რა ქნას. როგორია?
ამასობაში პატარა მუკბანგის გამოგვივიდა, მე მგონი. პირას მუკბანგი პირველია, აჰა. კარგად უნდა ჩააწო, კარგად. მაკდონალდსში ყველაზე მეტად რა გიყვარს? ნაგეტ. ხო, ძალიან ბევრი ვინმე. კამერას ანახე, მაგარია. კარგი, გასვლამდე გადავწყვიტეთ, რომ ვიყიდოთ რა? იმ ხელა სათამაშოების მაღაზია, 10 კილოს კი არა, მე და მიგამიჭირდება რაღაც საერთო, ამიტომ ვეცდები რომ დავეხმარო გადაწყვეტილებაში და მარტივად ვიშოვოთ რაიმე. ეს კარავი ხოლმე შეუკვეთოთ. პირველივე იყო. მესინი. აჰა, ირა. ავედი. დაიბადა უკვე. ეხა შევივლით დედიკოსთან ოფისში ცოტა ხანი დავისვენებ და შემდეგ გავაგრძელებთ უკვე კირას ხუშტურებზე სიარულს. მოდი მამა. ნახოთ ეხა რა ხდება კოპტერტექში რა სიტუაცია. ვინ მოვიდა? ისუ! მანახება, საგეხატია მოტაზე. ია, უთხარი ეხა რამდენი ხანია გასართობს წინში ვთამაშობ. ჩონიკი ციკო, მინიონი ციკო, თოჯინა ციკო. კიდე? ჯაღლი ციკო. რამდენი საჩუქრები უყიდია. ეს რო პატარა სიურპრიზი მაქვს მე შენთვის. ეს რაღაცა ძალიან კარგი დღეა, ხო? მოდი, აბა ვნახოთ. ჯერ ეგ რას ფიქრობ რადიოს შიგნით? არ ვიცი. არ იცი. მიცი რომ არ მომეწონა? ვის გავს აბა ეს გოგო? ვის გავს? ზენზენს. Wednesday არის? წამოვაყენე აბა. მოდი აბა. ნახე რა მაგარია. ნახე რა სილამაზეა. ძვირფასო მეგობარო, შენ ხელში გიჭირავს განსაკუთრებული სათამაშო, შენ უნიკალური ხარ და ეს თოჯინაც შენთვისაა შექმნილიო. მასთან ერთად საოცარი დღეები გელის. კარგი, ახლა წავა შენი პლასტელინები მაჩვენი. ვაა, ნახე როგორი პლასტელინები აუწყია. თმები რა მაგარია, ნახე. შენ აწყე? ხო. კი რა, დრონების სერვის ცენტრში, სადაც დრონები კეთდება, აი მაგალითად. ესეთი დიდი დრონები, პატარა დრონები და ასე შემდეგ. აი ესე მუშაობს და ერთობა რამდენიმე წუთითაც. გაერთობა, ააშენებს თავის სათამაშოებს პლასტელინით და გავაგრძელებთ კირას ჭკუაზე სიარულს. ამასობაში მორჩა შესვენების დრო მეგობრებო და ვაგრძელებთ. აი, სად მიდივარ? და რა უნდა ვჭამოთ? კვატი. გოგო! შემჭვარი კვატი. გოგო! რა კვატი გოგო? Oh, You speak English? No, I can't. No? What's your name? Oh, Kira. Kira. And how old are you, Kira? 5. 5? No, I think you are just 4. Yes. Yes, you are 4 and you will be 5 very soon. I 4. hope. Give me 4. Okay. 4 give me 4. Ice cream. Do you love ice cream? No. No, come on. You love it because you eat it all every day. I give 50 more for $1. Are you cute? Yes. Are you beautiful? Yes. Do you love mom and daddy? Yes. კი რა ცოტა დაიღალა მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს დილიდან არ გავჩერებულ ვართ. განსაკუთრებით გასართობმა ცენტრმა სახე გაგვაძრო, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ვაგრძელებთ, ხო მამა? შენ გიყვარს ბატუტი? ისე რომ ამეთი არ შეიძლება. მეც ძალიან მიყვარს ბატუტი, იმიტომ რომ დავფრინავ ხოლმე ეს რომ დავფრინავ ეგ მომწონს. შენ? მეც. შენ ფრენა გიყვარს მამიკოსავით? რო გაიზრდები ხოლმე მამიკოსთან ერთად გადმოფრინდები ხოლმე თვითფრინავიდან? ხო გინახავ შენ მამიკოს გადმოხტომის ვიდეოები? რა თქმა უნდა მეგობრები მინახავს. ეს ნახე რა. პატარა სკაიდაივერი ვინ არის? მოვედით დედაენის პარკში. ეხლა გავისეირნოთ მე და კირა ერთად. ეს დედაენის ბაღი არ არის. კი, აი გადავიდე და განახებ თუ არ არის. მე მეორეზე გითხარი. შენ ამას არ ეძახი დედაენის პარკს? მე მეორეზე გითხარი. მართლა? მე ალბათ. არა. სეთ? ოპა, აღარ არის? წამოიგეს. კირას ჩაფხუტი და ბუშტი ერთი ფერია და კაბაც. ნახე რა მაგარ ფერებში შეგვიხამებია დღეს? ნახე რა გავაკეთებია. დამელოდე. კირას ესეთი ბუშტი უკეთია რომ მეგონებმა მშობლებმა მიაბესო სპეციალურად რო არ დაიკარგოს. ვერ დაიკარგება, იმიტომ რომ ზემოთ ამოფრინდება ეგრევე ბუშტი. მე ცოტა შევანერე, იცი მე. სერომადიოდი. ხო, ეგრე ჯობია რა თქმა უნდა, რომ შეანელო. ოღონდ წყალში არ შეხვიდე, თორე ძალიან დასვადდები. მე ხვალ, ხალხური რო იქნება, შენ ჩავიცვათ ოპალიკები და მიცურა
შეიძლება. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ კირა არის წყლის გიჟი. სადმე რო დაინახოს ამან წყალი და იგივე თავით არ გადაეშვას, გამორიცხულია რა. ამიტომ იხვეწება ახლა კუპალნიკებს. უნდა რომ გაირბინო? თან უნდა, მაგრამ თან ვერ ბედავს. ან საცმელი კუპალნიკები უნდა, კუპალნიკები ოფიციალური დადასტურება იქნება, ალბათ კირასთვის იქ რო შევიდეს. შევსედი და მე. ძალიან უნდა შესვლა ტირის, მაგრამ ჯერ შენ შეი და მე შემოვალო. ან წავიდეთ სახში კუპალნიკე ჩავიცვათო. აი ეს არის კირაშკუაზე სიარული. წყალში. წავედი. 3, 2, 1. წავო. მოკლედ კირას გადაწყვეტილებაა რომ კუპალნიკის გარეშე მე იქ არ შევალო, ამიტომ მიძახის რომ ავიდეთო სახში, ავიღოთო კუპალნიკები და ჩამოვიდეთო, ასე რომ ნახავთ რამდენად მოვასწრებთ მისვლას კუპალნიკების აღებას და მოსვლას, იმიტომ რომ უკვე ჩრდილია. ესე უნდა იყოსო და აი ბევრ წუთში დაღამდებაო. აი ხო თქვი წყალზე ჭედავს. ხო და წყალზე გაჭედა. პატარა ხალი. მეგობრებო, ამოვედით სახში, გამოვიცვალეთ, მაგრამ კუპალნიკი ვერ ვიპოვეთ, იმიტომ რომ არ იყო ამ სახში კუპალნიკი, საგურამოშია კირას კუპალნიკი და მოვიფიქრეთ ესეთი რამე. მამიკომ აიღო პიჟამო, კირას დაეთანხმა და მოაჭრა ფეხები. როგორი არის, მოგწონს? სწრაფი სოლუშენი მამიკოსგან. ეხა კი წავედით საჭუმპალაოდ. სიცივეზე რა სიტყვი? არაფერს. ბედნიერი ხალი ვინ არის? მე ბედნიერი არ ვარ. არ ხარ? მე კიზი ვარ. მაკოცე ხა ერთი სველი ლოყებით. მოდი ახლა გავიმშრალოთ, ვეყოფა, ხო? ვეყოფა. იმის სიყვარული ვინ არის? იმის სიყვარული. ესეც ასე გავიკუპეთ, გავსველდით, გავიყინეთ და ახლა უნდა გავიმშრალოთ. ნახე რა მაგარი ვიღაცა არის. მოეფერები? მისის უმეტესი ნაწილი იმედი მაქვს უკვე შესრულებულია, მალე იმედი მაქვს მოტყდება და დაიღლება კირა. მალე თეოც მოვა რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება და ხო, შიოდა, ძალიან მოშივდა და მითხრა საჭმელი მიყიდეო და სადმე საჭმელად გავივლით. შემდეგ კი ავალ სახში და რამე კარგ ფილმს ჩავუჯდებით. ამასობაში დედიკო შემოგვიერთდა მეგობრებო და ჩვენი გიჟმაჟა ამოვიყვანეთ საჭმელად, ჩვენც კი ახლებით ცოტა სულს მოვითქვამთ ბაზარი ორბელიანზე და შემდეგ უკვე ავირდეთ სახში. ჭამა ნომერ 99. კირა, დავჭამოთ, აბა რისი ჭამა გინდა აი აქიდან. ბაზარი ორბელიანზე იმედია შენი მოსაწონი რამე იქნება. ხაპაჭული გინდა? რა სეზონ? აჭარული ხაჭაპური სტუდიაში. თქვენი შეკვეთა. დავალება შესრულებულია. შეუბერე 1-2 Can you quarter? Давай, აიგრე. მოიწმინდა პირი. აღარ მინდაო. ნუ გაუნდა. ეხლა ნახეთ რა გემრიად გეახლოთ. ერთი სულინგან და მაგას როდის ეთყოდა. აი ოჯახში მეგრელი ვინ არის მეგობრებო? რა გავაკეთო, არ მიყვარს ეს ციტაკები და მწარეები და თამაგერო ცოლი მოვიყვანე ეგეთი რომ ანაზღაურო. სრემლები თუ არ მოგდის თვალიდან, ესე იგი კაი საჭმელი არის რა. ესეც ასე მივირთვით საჭმელი. ეხლა უნდა ვჭამოთ რა? კბილი! ერთად ნახოთ ეხლა რისი ჭამა შეიძლება, კარგი? ამასობაში მე და კირა წვილეულისთვის მოვადეთით მეგობრებო, აი ესეთ ადგილს, CryptoSpace, რომელიც ფოტოშორის powered by Cryptal არის. ასევე შეგახსენებთ, რომ Cryptal არის ჩემი კრიპტო მეგობარი კომპანია, რომელიც ჩემი სპონსორია და სხვადასხვა ვიდეოებში შეგხვდებათ და შეგხვდათ კიდეც ალბათ, იმიტომ რომ 20 საათიან challenge შეგახსენებთ Cryptal-თან ერთად, რომელიც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ეხლა კი კირასთვის ყიდულობთ აი ესეთ ალუბალს და რა თქმა უნდა გავიხადოთ კრიპტო. შენ რა გინდა თეო? მე მინდა აი ეს ფისტა მინდა აი ეს. ფისტა, ოკეი. ჩემთვის იყოს ლეღვი. როგორ უნდა გადამეხადა მეგობრებო კრიპტობარში თუ არა კრიპტოთი? აი ესე მარტივად შეგვიძლია დავასკანეროთ 21 ლარი და 50 თეთრი. რაღაცა ძველი ვიდეოს ვაიბები წამომივიდა სულ რაღაც ერთი თვის წინ. ეგ არის 12.09 USDT-ით გადავიხადე და წამიერად აისახა და დადასტურდა. всё? დაბიჭდა. ყოველ საჩინოებისთვის ეს ჩეკი უნდა შევინახო. თეონა თუ გამოდგება ოპერატორად მეგობრებო არ ვიცი, მაგრამ ესეც ჩემი კრიპტოთი შეძენილი თბილეული. რამდენჯერ. შეგახსენებთ რომ CryptoSpace არის აქ, პირდაპირ შემოდიხართ თუ არა ბაზარი ორბელიანზე, ეგრევე მართნივ, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ არ ვიცი ყავა, ტკბილეული, ასევე შუაში არის ლეპტოპით მოსაჯდომი და გემრიელად სამუშაო სივრცეც, ასევე შეგიძლიათ ეკრანზე დააკვირდეთ CoinMarketCap-ის მონაცემებს, არ ვიცი Bitcoin-ის და Ethereum-ის ფასი რო არ გაგიქცეთ, იმიტომ რომ USDT-ის ფასი თუ გაგვექცა, ალბათ ჩამოგვინგრევა კრიპტოსამყარო. კი, შეიძლება ცოტა ჩემის გასიჯო, ჩემი ლეგვი და კირას ალუბალი. ჩემი ძალიან გემრიელია?
დავიძალით მეგობრებო, სახლისაკენ როგორც იქნა. მორჩა ჩვენი ჭამის ამბები და კირა ბედნიერია, ალბათ. დამიბრუნე ჩემი ყური. არჩი დამბესე უკარი. აი? აგერმა ყური დავიკეთე. იდე მოგაჯე. გოგო, მოიცი აქ ჩემი ყური. გადავაგდე. არა! ყური დავიკეთე ყური. ესენი სად მოყავს, ყველას უნდა და მორთმინი. მუთმოს უყუროთ? ხო. რომელს უყუროთ? მე მინდა უყუროთი ცივის. რომელს? აი, იმაში ჭკებს. შეიძლება თუმა დაიწყოს ხარ. ესე პატარა მცანს, მაგრამ ჰაგივაგი ისეთი დიდია. ჰაგივაგი ზოგადად დიდია, ხო? წაღას მიდიან, ხო? Time's your age. Do you think it'll start cooperating? მოვიდა ძელის დრო. მოდი ახლა გავამზადოთ ლოგინი და ჩავჭით. ბავშვები თავის აწოლში, დიდები თავის აწოლში. ეგრე არ არის? აბა როგორ არის? ბავშვები თავის აწოლში იძინებენ და როდა გამთება. მე იძინებენ დიდებთან. საჭოლი დიხტის საკა. ჩვენი დღე მორჩა, კირამ დაიძინა და სანამ დაგემშვიდობებით აუცილებლად უნდა ვთქვა ესეთი რამე. ჩემი აზრით, ყველა დედა, ვისაც ერთი ბავშვი მაინც გაოზრდია, არის გმირი და კაცებო, ბიჭებო, ადამიანებო, ვისაც შვილი არ ყოლიათ და აფასეთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. და რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, გაჩენა ბავშვის და მე გაზრდა, აღზრდა, ადამიანად დაყენება, სწორ ადამიანად აღზრდა. ეს ყველაფერი არის გმირობა, ჩემი აზრით. და ახლა ამ ვიდეოს დახმარებითაც ვეუბნები დედაჩემს უღრმეს მადლობას იმისთვის, რომ გააჩინა 7 შვილი, გაგზარდა და აქამდე დაგფოფინებს ნამდვილად, ესე ვთქვათ, პატარა ბავშვებივით და ზრუნავს ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურეთ ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დრო.